საღამშვიდობის მოგესალმებით ეთერშია გადაცემა ვექტორი, რომელსაც წარმოგიდგენ ჟურნალისტები ირაკლი დაბლიაშვილი და გიორგი წხვიტავა. დღეს ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, როგორიც არის ენერგეტიკა, ენერგოუსაფრთხოება და რა კავშირი აქვს ზოგადად ენერგორესურსებს ქვეყნის სუვერენიტეტთან, დამოუკიდებლობასთან და ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მხოლოდ დეკლარირება არ არის. ის დაფუძნებულია კანონებზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, ღირებულებებზე და მათ შორის დაფუძნებულია ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე. ეს არის ჩვენი მთავარი თემა. გიორგი, ენერგოდამოუკიდებლობა ქვაკუთხედია, ესეც ამბობენ ძალიან ხშირად ექსპერტები, მიმოხილველები ჩვენი დამოუკიდებლობისა, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა. Ფიქრობ, რომ წლების განმავლობაში ან წლების შემდეგ უბრალოდ ჩვენ უნდა მყარი საფუძვლები ჩავუყაროთ იმას, რომ სრულიად ენერგოდამოუკიდებელი ერთის მხრივ, უბრალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა იყოს საქართველო. Ფიქრობ, ირაკლი, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის მოსახლეობისთვის, სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ენერგეტიკული რესურსები პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. მათ შორის ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ნავთობი, როგორიც არის საწვავი, როგორიც არის ბუნებრივი აირი თუ ასე შემდეგ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ არაკეთილ მოსურნეს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, რომ მცირე თუ დიდ ქვეყნებზე მოახდინოს ერთგვარი ზეწოლა და ამ მხრივ ეს რესურსები გამოიყენოს ბერკეტებად და ინსტრუმენტებად გარკვეული პოლიტიკური ზეგავლენის მოსაპოვებლად. იმისთვის, რომ ბერკეტებად არ იყოს გამოყენებული, ჩვენ ევროპის ენერგოგაერთიანება გვთავაზობს მეტ ინტეგრაციას საკუთარ რიგებში, კერძოდ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთებას 2014 წელს უნდა მიერთებოდა საქართველო ამ გაერთიანებას, თუმცა 2016 წლამდე, კერძოდ სექტემბრამდე გადაიდო ჩვენი ინტეგრაციული პროცესები, მოხდება თუ არა ინტეგრაცია 2016 წლის სექტემბერში. ეს ჯერაც არ ვიცი, თუმცა მეორე მხრივ ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს ერთგვარად, რომ ჩვენ ვიყოთ ამ დიდი გაერთიანების წევრი. ეს არის არამხოლოდ კონკრეტულად ევროგაერთიანების ინტერესი, არამედ ზოგადად ქვეყნის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს და მით უმეტეს იმ ჭრილში, რომ ჯერჯერობით სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია სამწუხაროდ 100%-ით ჯერჯერობით არ გვაქვს. ან ხდება გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებაზე დაყრდნობით, რომ კულუარული მოლაპარაკებებიც გარკვეულ თემებთან. მეორე მხრივ ენერგეტიკის ექსპერტი ჩვენ გვაქვს ციტატა ბატონი მარგველაშვილი, გურმან მარგველაშვილი ამბობს ამგვარ რამეს. ფანჯარაღია 2016 წლამდე, 16 წლის სექტემბრამდე ჩვენ ახლავთ გავართ ზარმაც მოსწავლეს, რომელიც ყველა დავალების შესრულებას სულ ბოლოს გამოცდის წინა დღეს იწყებს. რა არის ენერგოგაერთიანება, რა შეღავათებს გვანიჭებს ის, რატომაა ის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ჭრილშიც, ესეც განსახილველი თემაა ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში. ერთგვარად შევეხებით ჩვენს მთავარ სტუმართან, ქალბატონ მარიამ ვალიშვილთან, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ამ თემას. სხვათა შორის აუცილებელია აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით წარმოადგენს არაერთი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესს, მათ შორის სწორედ იმ მარშრუტების გათვალისწინებით, რომელიც ხდება დამაკავშირებელი ევროკავშირის ქვეყნებსა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის. 21 მილიარდი ღირებულების ინვესტიციის ნაწილი წამოვა საქართველოში თუ ჩვენ გავხდებით ენერგოგაერთიანების წევრი. მეორე ციტატაც აგვაქვს ჩვენ, ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მისი სამეზობლო სივრცე სტაბილური და ეფექტური იყოს. ამიტომაც გვინდა ასე ძალიან ამ ოჯახში საქართველოს ხილვა, საქართველო რომ ჩაერთოს. იანეშ კოპაჩი, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უფროსი, ახლახან რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ ფრაზით, ამ აზრით გამოირჩა და მესამე ციტატაც რიგით ეს მართალია ყოფილ ევროკომისარ ბატონ ბაროზოს ეკუთვნის, მაგრამ 2010 წლის წინანდელია ხაზგასმით ვიტყვი, მაგრამ მეორე მხრივ მოუწოდებს საქართველოს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ევროპელები ესეთ შთაბეჭდილება რჩება პირადად მე, რომ მოდიან ჩვენსკენ და ჩვენ თითქოს ნელი ტემპით მივდივართ ამ თვალსაზრისით ევროპისაკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ენერგოგაერთიანება, იმიტომ რომ დივერსიფიცირებული ბაზარი იყოს წარმოდგენილი და ნამდვილი ჭეშმარიტად ევროპული თქო ესე ვიტყვი, ინვესტიციები განხორციელდეს და აუცდეთ უსაფრთხოების ჭრილშიც მნიშვნელოვანია გიორგი რუსულ ინვესტიციებს ენერგო სექტორში ჩვენ ქვეყანაში. სხვათა შორის აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ თებერვლის მეორე ნახევარში ვიცე-პრემიერი კალაძე იმყოფებოდა ბაქოში, სადაც განიხილავდა შახტენიზის მეორე ფაზის ამოქმედებას და აქვე შეგვიძლია ვიხილოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ
ასევე საუბარი იყო ტანაპისა და ტაპის პროექტებზე, სადაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აერის მოცულობების შეღავათიან ფასად. ჩვენ ვისარგებლებთ ევროპის საინვესტიციო ბანკის 67 მილიარდ ევროიანი ინვესტიციის ნაწილითაც და უსაფრთხოების ჭრილი ვახსენეთ ჩვენ და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი ამ შემთხვევაში ვალდებული იქნება ჩაერიოს, თქვათ ასე, ან წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ იმ პროექტს, რომლის თანახმადაც ცხინვალის რეგიონში ახალი გასადენი უნდა გაშენდეს. საუბარი არის მათ შორის თუნდაც 2007 წელი რო გავიხსენოთ ბელორუსზე ზეწოლა რუსეთის მხრიდან. იგივე ზეწოლა მაგალითად უკრაინაზე, იქ ზეწოლა მოლდოვაზე, ზეწოლა საქართველოზე, მოლდოვაზე გამახსენდა მედვედევმა თავდაპირველ ეტაპზე რუსებმა, რუსეთის ხელისუფლებამ თითქოს წაუყრუა ამ ენერგოგაერთიანებაში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებას, მაგრამ მერე თითქოს დაავალდებულან მოსთხოვა უпроსტად ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომ ისინი გამოსულიყვნენ და დაასაბუთა ესე, რომ ეს არათავსებადია ევრაზიულ კავშირთან, რომლის წევრებიც არც არიან ისინი მეორე მხრივ, მაგრამ რუსეთს აქვს ეს მუდმივი მცდელობა, რომ მათ შორის ეს სახელმწიფოებიც შეიყვანოს ამ გაერთიანებაში ევრაზიის კავშირში. სწორედ მაგიტომაც აღნიშნეს საუბრის დასაწყისში, რომ ენერგეტიკა პირდაპირ კავშირში არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ამბობ გიორგი და ევროპა პრინციპში ამბობს იმას, რომ ნელ-ნელა უნდა განთავისუფლდეს რუსული უბრალოდ ერთი მომწოდებლისაგან რიგი სახელმწიფოები გულწრფელები თუ ვიქნებით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, უკვე განთავისუფლდნენ კიდეც გულისხმობ პირველ რიგში გასპრომს, მარია ვალიშვილს პრინციპში ჩვენი მთავარი კითხვა იქნება ესეთი ერთ-ერთი მთავარი კითხვა ჩვენ სტუმართან არის თუ არა გრძელდება თუ არა ფლირტი შეიძლება ასეც ვუწოდოთ გასპრომთან და ევროპული სახელმწიფოები გვაჩვენებენ თითქოს მაგალითს რომ მარტო გასპრომზე არ უნდა ვიყოთ და არც ვართ გულწრფელები თუ ვიქნებით, მაგრამ ნაკლები რუსული ინვესტიცია, ნაკლები რუსული კომპანია უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ბაზარზე, ამას თითქოს ირიბად ვკარდახობენ. ირაკლი, მე ვიტყოდი შემდეგნაირად, რომ აუცილებელია კიდევ ერთხელ განმეორდები იყოს გამჭირვალე პოლიტიკა და მოსახლეობას მიეჭდოს გამჭირვალე ინფორმაცია. ამომწურავი ინფორმაცია ყველა მოლაპარაკების თაობაზე. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები პარლამენტმა დაამტკიცა 2015 წლის 14 ივნისს. აი ამ ძირითად მიმართულებებში სიტყვა ენერგოუსაფრთხოება ნახსენები არ არის. თუმცა იქ ნახსენებია, რომ დივერსიფიცირება უნდა მოხდეს, პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები რა შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. თუმცა ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც შემადგენელი ნაწილი ეროვნული უსაფრთხოებისა, ცალკე პუნქტად გამოტანილი არ არის. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად სამინისტროში ან ქვეყანაში ან მთავრობაში არ აქვს ეს წარმოდგენილი ან გათვალისწინებული, თუმცა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად ამ დოკუმენტში ამის თაობაზე ვერ ვკითხულობთ. ამავდროულად ჩვენ ბოლო პერიოდია სულ ვსაუბრობთ გიორგი გაზზე და რუსულ ინვესტიციებზე, თქვათ გაზპრომის შესაძლო შემოსვლაზე ან წილის გაზრდაზე ქართულ ბაზარზე, მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ან ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, რომ რუსეთი ისედაც არის წარმოდგენილი ჩვენ ბაზარზე ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ გულისხმობ ელექტროენერგიის სფეროში, ის ფლობს როგორც გამანაწილებელ კომპანიებს, ისე წარმოებელ კომპანიებსაც. და ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა ვნახოთ ალბათ ერთი ჩვენი მომზადებული სიუჟეტი, რომელიც სწორედ რუსეთის მონაწილეობას ამ სივრცეში ამ ბაზარზე. მოდი დავკონკრეტდეთ, რომ ეს არის IDFI-ის, ანუ ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევა და ეყრდნობა ის თავის მიერ მომზადებულ მონაცემებს, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ და წარმოგიდგენთ თვალსაჩინოების სახით. IDFI-ის კვლევის მიხედვით რუსეთი პირდაპირ თუ ირიბად ყველაზე ფართოდ ელექტროენერგიის სფეროში არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. მათ შორის უმსხვილესია ინტერრაო, რომელსაც ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია თელასის 75%, თბოსადგური შეპესე მტკვარი ენერგეტიკი და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2. მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური ენგურ-ჰესი. შეპესე ენერგიის საკუთრებაშია დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი. ხოლო ამ კომპანიის 70% რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის. რუსეთის მოქალაქეები ფლობენ ასევე ენერგო ინვესტსა და შეპესე ფშავი ჰიდროს.
ლუკოილი, რომელსაც ყირიმის ანექსიის შემდეგ საერთაშორისო სანქციები დაუწესეს, ასევე ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოში. სანქციები დაუწესეს როსნეფტსაც, რომელსაც პეტროკას ენერჯი ლიმიტედის 59%-იანი წილი აქვს და თავის მხრივ ფლობს ფოთის ნავთობტერმინალებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. პეტროკას ენერჯი ლიმიტედის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენია. ძალიან საინტერესოა გიორგი, რაც იყო წარმოდგენილი ჩვენ სიუჟეტში, თუმცა მე მიუბრუნდები არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის თურქმენული საბადოების, თურქმენული რესურსის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი. შენ ტანაპი აზერბაიჯანთან მიმართებაში ახსენე, თურქმენეთს აქვს ყველაზე უფრო სერიოზული რესურსი, მარაგები დღეს ირანთან ერთად. და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით შეიძლება უფრო განვითარებულიც არის ვიდრე ირანი. და მთელი თურქმენეთი ან მთელი მსოფლიო უпростоად მოწადინებულია, რომ როგორმე მოხდეს თურქმენული გაზის ტრანსპორტირება ევროპამდე. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს საქართველოც. და თურქმენეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთთან უკვე საუბრობენ, უკვე მიმდინარეობს გარკვეული პროცესები. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებაც ხელს უწყობს ამ საუბრებს. ეს არის ტრანსკასპიური მილსადენი, ხოლო საქართველოს მოცემულ ეტაპზე თითქოს ოდნავ პასიურია. მარიამ ვალიშვილი უკვე მესამედ უნდა ვახსენო, ამ კითხვითაც აუცილებლად უნდა მივმართოთ და უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქმენეთის გარდა ირანი შეეცდება ასევე ევროპის ბაზრის მოპოვებას და იმის გათვალისწინებით, რომ ირანს სანქციები მოეხსნა, აუცილებლად ეს რეჟიმი, ეს პროცესი ფორსირებულად წავა. ახლა აშხაბადი კრიტიკულად სერიოზული არჩევანის წინაშე დგას ოპტიმალური ვარიანტი, რომელზეც მას შეუძლია წავიდეს და რომლის გატარებასაც რუსეთი შეეცდება, ის იქნება, რომ გაზის შესყიდვები რაღაც ასანაზღაურებელ მონეტად გადააქციოს. თუ თურქმენეთი მოსკოვის უსაფრთხოების კონტროლის სფეროში მონაწილეობის მისაღებად ჩართავს. საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდია რუსეთმა უარი თქვა თურქმენულ გაზზე და აშანტაჟებს ერთგვარად აშხაბადს, იმით რომ საერთოდ არ შეიწყირის ამ გაზს და შესაბამისად აშხაბადს გაუჭირდება ფინანსების შემოსავლის თვალსაზრისით, თუ აშხაბადი არ მიუერთდება სამხედრო პოლიტიკურ ალიანსს უშუალოდ მოსკოვთან. მოდი სწორედ სამხედრო პოლიტიკურ ასპექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიუჟეტი ვნახოთ, რომელიც ამ თემას ვიდრე სიუჟეტამდე მე დამავიწყდა, რომ ეს იყო რუსი ექსპერტის ალექსანდრე კნიაზევის კომენტარი, საინტერესო ვარიანტი. კეთილი, ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც უკავშირდება პირდაპირ ეროვნული უსაფრთხოების და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. ენერგეტიკა რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც მრავალი წელია ბევრი სახელმწიფოს მიმართ ეფექტურად იყენებს. ენერგეტიკის სფეროს მკვლევართა ნაწილის აზრით, მოსკოვი პირდაპირ თუ ირიბი გზებით საქართველოშიც დომინირებს როგორც ელექტროენერგიის, ისე წყალმომარაგების სფეროში. მორიგი სამიზნე გაზმომარაგებაა, სადაც კრემლი დაბალი ფასით თბილისის სტრატეგიულ პარტნიორს აზერბაიჯანს დაუპირისპირდა. რუსულ გაზში კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის იმ მექანიზმებში, რა მექანიზმებითაც თქვათ რუსული გაზი იქნება შემოტანილი. გაზის ბაზარზე განვითარებული მოვლენების გამო ფასი გაზის საკმაოდ დაეცა, ამიტომ რუსეთი ამას ძალიან ასე ვთქვათ, კარგად იყენებს ვაჭრობის საგნად და შესაბამისად ერთ-ერთ მომხიბლელ ალტერნატივად ევლინება ყველას. 2006 წელს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის მიმართულებით გაერთიანება და საერთო საკანონმდებლო სივრცის შექმნა. მიუხედავად მიწვევისა, საქართველო ამ ორგანიზაციაში დღემდე მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსს ატარებს. ამ გაერთიანებაში გაწევრიანება არის დახმარების მიღების საწინდარი იმისთვის, რომ ჩვენ გავაკეთოთ ენერგეტიკის რეფორმა. გავხადოთ გარემო გამჭვირვალე, თანამედროვე და შეუსაბამო დასავლურ სტანდარტებს. რაც შეიძლება ძალიან მალე სწრაფად განხორციელებულიყო ენერგოგაერთიანების ფარგლებში, გაცილებით უფრო ასე ვთქვათ, ხანგრძლივ პერიოდში მოხდება იმის გაწერა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ტრანსკასპიური გაზსადენი ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც უახლოეს მომავალში რუსეთის გაზს დაუპირისპირდება. ამ მხრივ საქართველო კიდევ ერთხელ საკმაოდ მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას შეიძენს. შესაბამისად შესუსტდება ის პოლიტიკური ბერკეტი, რასაც რუსეთი ენერგეტიკის საშუალებით ფლობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისა და მსოფლიოს მიმართ. საქართველოსთვის ეს იქნება შესაძლებლობა, რომ გახდეს უკვე სტრატეგიული პარტნიორი როგორც თურქმენეთისთვის და სხვა დაინტერესებული ქვეყნებისთვის, მაგრამ რაც თავარია ევროკავშირისთვის.
ის ერთის მხრივ გაცილებით გაამყარებს ევროკავშირის გაზმომარაგების, ასე ვთქვათ, სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ხოლო მეორეს მხრივ გაცილებით გაზრდის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას მომარაგების მხრივ. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მისი სატრანზიტო ფუნქცია კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის დასავლეთისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის ამოქმედების მხრივ. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ნათელი გახდა, რომ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე შესაძლოა ევროპისთვისაც ისეთივე რისკების შემცველი გახდეს, როგორიც ეს პატარა საქართველოსთვისაა. დაამხრივალად მნიშვნელოვანია, რომ კითხვა დაუსვათ არიელ კოენს, რომელიც ახლა ხაზზე გვყავს და ვკითხოთ მაგალითად იგივე გაზპრომთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული მოლაპარაკება რა კავშირში არის ზოგადად ენერგოუსაფრთხოების საკითხთან. Газпром, безусловно, является გაზპრომი რასაკვირველია არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ეს ასე იყო წლების განმავლობაში, ასე არის და ასეც იქნება. ამიტომ ნებისმიერი მოწოდებები გაზპრომიდან შეიძლება შეწყდეს სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო და შესაბამისად სტაბილური არ იქნება რუსული ენერგორესურსები საქართველოსთვის. ამის თვალსაჩინოება უამრავია. ისტორიიდან ვიცით, რომ მაგალითად უკრაინაში, ბალტიის სახელმწიფოებში და ევროპის სხვა ქვეყნებში აღებულ ვალდებულებებს რუსეთი სულაც არ ასრულებდა და იყო დარღვევები გაზის მიწოდების კუთხით. ხოლო საქართველოში დარღვევები იყო ელექტროენერგიის რუსეთისგან მოწოდების პროცესშიც. ასე რომ, ეს ისტორიაა და ჩვენ უნდა ვსწავლობდით ისტორიის გაკვეთილებს. ხოლო ვინც ვერ სწავლობს, ის იძულებული იქნება ხელახლა დაუშვას ამგვარი შეცდომები. სწორედ ამიტომ, თუ ვინმე სურს გაზის შეძენა გაზპრომისგან, ამას არავითარი კავშირი არ აქვს ენერგოდამოუკიდებლობასთან და ენერგოუსაფრთხოებასთან. ეს მხოლოდ ბიზნესია. ბიზნესზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებია. კერძო საკითხებია და მათ სინდისზე იქნება, ვინც ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს. ამავე დროს, ბატონო კოენ ამბობენ, სუსაუბრობენ დივერსიფიკაციაზე. ეს რუსეთის ხარჯზე უნდა მოხდეს თუ რუსეთთან ერთად ეს დივერსიფიკაცია? აი ამაზე თქვენი კომენტარი. то, что დიახ, მეორე საკითხია დივერსიფიკაციის საკითხი. აქ ერთი მომენტია საქართველოში აზერბაიჯანულ მოწოდებებთან დაკავშირებით და მეორეა გაზის ხსენებული მარაგები. საქართველოში, კერძოდ კი კახეთის რეგიონში, არის მარაგები და მათი განვითარება აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულ დროს და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. ალბათ გასაგებია, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ხვალ არ შეიძლება ონკანის გახსნა და ამ მარაგების გამოყენება. ამავე დროს და შესაბამისად, რადგან აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება დიდი ხანია ხდება და ფასით საკმაოდ მისაღებია, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. თუ ეს მოწოდებები დღეს შემცირდება, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საგრძნობლად გაუარესდება. სწორედ ამ წრილში უნდა ვისაუბროთ რუსეთის ინტერესებზე კავკასიაში და უნდა ვთქვათ, რასაკვირველია ისინი არსებობს. მაგრამ ამ ინტერესებში საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო მართლწესრიგის ჭრილში ვერაფრით მოხდება საქართველოს ოკუპაცია. დიახ, რუსეთს რასაკვირველია შეუძლია გაზის მიწოდება საქართველოსთვის მომავალში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მხარეები უსაფრთხოებასთან და ოკუპაციის დასრულებასთან დაკავშირებით მოილაპარაკებენ. როცა ეს მოხდება და თუ ეს მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ შეიძინოს რუსული გაზი, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ დღესდღეობით, როცა ტერიტორიები ოკუპირებულია. გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს საქართველოს გაზის საფასური ოკუპანტებს. ეს გაუგებარია პირადად ჩემთვისაც და გაუგებარია ვაშინგტონში იმ პირებისთვისაც, მათ შორის ხელისუფლებაში მყოფებისთვისაც. გაუგებარია, რატომაა ეს საჭირო თუ აუცილებელი. და ახლა ჩვენი სტუმარია ქაბატონი მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომელთანაც პირველი შეკითხვით გადავდივარ, უსაფრთხოების კონტექსტში თუ აფასებთ ურთიერთობას ქაბატონ მარიამ ხსენებულ გაზპრომთან, ამერიკელი პარტნიორები თქვენც მოусმინეთ, ცოტა კრიტიკულად აფასებენ მოლაპარაკებებს ამ რუსულ გიგანტთან. მოგესალმებით პირველ რიგში. ნამდვილად გაზპრომის რეპუტაცია ძალიან ცნობილი არის მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენც როგორც ბატონმა კოენმა აღნიშნა, ისტორიულად გვაქვს გამოცდილება გაზპრომთან ურთიერთობის, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან ძალიან დიდი უთანხმოების, ძალიან დიდი დღის წესრიგი არსებობს რუსეთთან მიმართებაში, ეს არ გამორიცხავს იმას და სანქციები არის მით უმეტეს საკმაოდ სერიოზული დაწესებული დღეს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ევროპული ბაზრის 40%-ის მომარაგება სწორედ რუსული გაზის და გაზპრომის მხრიდან ხდება და მით უმეტეს გაცილებით მაღალი არის ბევრი ევროპული ქვეყნის დამოკიდებულება ამ რესურსზე. აქ არის ლაპარაკი, ანუ საფრთხეები ყველა წყაროს გააჩნია თავისი შესაბამისი ხასიათის საფრთხეები. გაზპრომს აქვს გარკვეული
ასე ვთქვათ, კომპლექსი იმ რისკებისა, რომელიც ასოცირებული არის გაზპრომის როგორც ესეთის მომწოდებლის და საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდი მოთამაშის მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე, მას აქვს გარკვეული საფრთხეები, ასევე არის გარკვეული საფრთხეები აზერბაიჯანის მხრიდანაც, იმ თვალსაზრისით, რომ ინფრასტრუქტურა შეიძლება არ იყოს გამართული და გარკვეულ ავარიების პირობებში ალტერნატივების ძიების არსებობა. ქალბატონო მარიამ, უკაცრავად გაწყვეტინეთ, პოლიტიკურ საფრთხეებზე გესაუბრებით პირველ რიგში, მე არ გესაუბრებით რაღაც ტექნიკურ ხარვეზებზე, რომლებიც შეიძლება არსებობდეს აზერბაიჯანიდან მოწოდების შემთხვევაში. პოლიტიკური საფრთხე არაკეთილმოსურნე, რბილად რომ თქვათ, სახელმწიფოდან და მისი მონსტრი გიგანტი კომპანიისაგან. ამ ჭრილში განიხილავს თუ არა სახელმწიფო მთლიანად და კონკრეტულად ენერგეტიკის სამინისტრო და მე ვუწოდებდი ფლირტი რუსეთთან, კონკრეტულად გაზპრომთან, როგორ შეიძლება დასრულდეს. ფლირტად აფასებთ თუ არა ამას თქვენ? ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ გაზპრომის ამ შემთხვევაში რუსული გაზის არსებობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბაზარზე, თუმცა ასე ვთქვათ, ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე რასაკვირველია, ეს არის ძალიან სერიოზული განხილვის საგანი, თუ რა წელს დაიკავებს ის ბაზარზე. ანუ რამდენად შევუქმნით მათ პოლიტიკურ ბერკეტს, როგორც თქვენ ბრძანეთ, იმისათვის, რომ გარკვეული ზეგავლენა ამ შემთხვევაში არაპირდაპირ ენერგეტიკულ ბაზარზე, მაგრამ ზოგადად სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მათ მოახერხონ. მე ვფიქრობ, რომ 5-10%-ის ფარგლებში, თუნდაც 20%-ის ფარგლებში თუ არსებობს აი ამ საფრთხის განეიტრალების სხვა ინსტრუმენტები, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ აქცენტები ამ სხვა ინსტრუმენტებზე და მხოლოდ აუცილებლობის პირობებში განვიხილოთ ეს როგორც ყველაზე, ასე ვთქვათ, არასასურველი ალტერნატივა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. არასოდეს არ ყოფილა მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სტრატეგიულად მომწოდებელს ვიცვლით, საქართველოს ამ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში ეს არ გაჟღერებულა და არც არავის არ აქვს ამისი, ასე ვთქვათ, мотивация, რომ ეს ასე იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ძალიან მნიშვნელოვნად იმ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და გრძელვადიანი პერსპექტივა და გრძელვადიანი უსაფრთხოების განცდა იმ დროს, როდესაც ჩვენ თანამშრომლობთ აზერბაიჯანთან და ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დასავლეთთან და რაც შეეხება რუსეთის ასე ვთქვათ, შემოსვლას გარკვეული მოცულობით ბაზარზე, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური აუცილებლობით გამოწვეული თუ ამის აუცილებლობა დადგება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გარკვეული რისკების შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება რეაგირების გაკეთების საშუალება. ქალბატონო მარიამ, უკაცრავად უნდა კითხოთ, გაზპრომის გარდა საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ელექტროენერგია, ანუ სტრატეგიული ობიექტები და ზოგადად თვითონ ენერგოუსაფრთხოების თემატიკა. მათ შორის ახლა არ ჩამოვთვლი ყველა იმ ობიექტს, რომელთაც არის დაკავებული კონკრეტულად რუსეთის ფედერაცია და კონკრეტულად რუსული კაპიტალი ელექტროენერგიის ბაზარზე. აი ამ მხრივ რა შეხედავთ გამოსავალს, სად არის ენერგოუსაფრთხოება? ენერგოუსაფრთხოების დეფინიცია სხვათა შორის საკმაოდ კომპლექსური განმარტება არის და ეს გულისხმობს როგორც მომწოდებლების მრავალფეროვნების მცდელობას ყველა ქვეყნის მხრიდან, რომ არსებობდეს მათი ბაზრისთვის, ასევე მარშრუტების და მომწოდებლების დივერსიფიცირებას. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთზე, რატომღაც გაზპრომამდე არავის არ ქონია პრეტენზია, როცა წლების განმავლობაში რუსეთიდან იმპორტი ელექტროენერგიის ხდებოდა, თუმცა ეს არ არის სასურველი სცენარი, ბუნებრივია, უბრალოდ ეს იყო კომერციულად ყველაზე მისაღები წლების განმავლობაში სცენარი და ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს. რაც შეეხება აქტივებს, მას რაში ხედავთ ენერგოუსაფრთხოების კოლგას, ქალბატონო მარიამ? მოგახსენებთ, ანუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ თუ რამდენად დიდი არის წილი ენერგეტიკულ უსაფრთხოების თვალსაზრისით დამოკიდებულება გარე წყაროებზე. რამდენი არის ესეთი გარე წყარო და რამდენად საფრთხის შემცველი არის ასეთი ინდივიდუალური წყაროები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი გაზის სექტორზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც მთელი ენერგომატარებლების მოხმარების მხოლოდ 40%-ს წარმოადგენს, ჩვენ 90%-ით დამოკიდებული ვართ გეოგრაფიულად აზერბაიჯანზე. ელექტროენერგიის ნაწილში მხოლოდ 7% ვართ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე დამოკიდებული იმპორტზე. ეს არ არის ის საგანგაშო მაჩვენებელი, რის გამოც გარკვეული ასე ვთქვათ ხაზი უნდა გადაესვას იმ ეკონომიკურ თუ ტექნიკურ სარგებლიანობას, რომელიც ამ ტიპის ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება თუ ეს წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე, ასევე გაზის ბაზარზე არასასურველი ასე ვთქვათ მოწოდeblis მხრიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რისკი არსებობს და ეს რისკი შეიძლება იყოს მინიმიზებული თუ ალტერნატივები არსებობს იმ შემთხვევაში თუ ამის საფრთხე დადგება თუ რა ღონისძიებებს მიმართავს. რამდენი პროცენტით ვართ დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის იმპორტის მხრივ? წლის განმავლობაში 7%-ით. ქალბატონო მარიამ, თქვენ დივერსიფიკაცია არ გიხსენებიათ ეს სიტყვა, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რას აკეთებთ თქვენ კონკრეტულად სამინისტროს გულისხმობ თურქმენული გაზის მაგალითად ბაზარზე შემოტანის ჭრილში, იმიტომ რომ იწყება რაღაც სერიოზული პროექტები, რომლებშიც საქართველოს თითქოს არ ჩანს, ან არ აქტიურობს. რას ვაკეთებ სტრატეგიულად, რამდენად ვხედავთ იმას, რაც მიმდინარეობს
კასპიის რეგიონში ან მთლიანად რეგიონში ჩვენთან მიმართებაშიც. მე გეტყოდით, რომ საქართველოს ბაზარი იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ნამდვილად თურქმენეთს ვერ დავაინტერესებთ ჩვენი ბაზრით, რომ მან თავისი გაყიდვების დივერსიფიცირება განახორციელოს, ასე ვთქვათ, საქართველოს ბაზარზე, მაგრამ ძალიან კარგი არის ის, რომ ევროპა ჩვენს მარშრუტს, რომლის განუყოფელი ნაწილი არის საქართველო, ანუ კასპიის რეგიონის რესურსების ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით, სწორედ აი ამ დიდი იდეის ნაწილი არის საქართველო. მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 2 დღის წინ ჩვენ ვიმყოფებოდით ქალაქ სტამბულში, სადაც შედგა 5 მხრივი შეხვედრა თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და ევროკომისიის მონაწილეობით, სადაც სწორედაც როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარების შემდგომი ფაზა სერიოზულად განიხილება თურქმენული გაზის მობილიზაცია იმ დერეფანში, რომლის განუყოფელ ნაწილსაც საქართველო წარმოადგენს. განიხილება რამოდენიმე სცენარი, ბუნებრივი არის, დიდი მოცულობით ტრანსპორტირების შემთხვევაში თურქმენული გაზის დასავლეთ მიმართულებით ეს საჭიროებს აბსოლუტურად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, საკმაოდ დიდი ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენგანაც ქალბატონო მარია, უკაცრავად, ჩვენგანაც ინვესტიციების განხორციელება. ჩვენ არ მივერთები ვართ რაღაც ხელშეკრულებებს, რომლებიც გააფორმეს აზერბაიჯანმა, თურქეთმა, თურქმენეთმა. ჩვენ თვითონ ვიპასიურეთ, მე უბრუნდები იმ კითხვას. ჩვენგანაც უნდა განხორციელდეს თორა ინვესტიციები, რომ ის საფრთხე, ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთიდან ნიველირდეს, მოიხსნას. მე ვიტყვი, რომ ანუ ჩვენ თუ პრიორიტეტების მიხედვით დავალაგებთ იმ ძირითად მიმართულებებს, რასაც უნდა მიყვეს ენერგეტიკის სექტორის ძირითადი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ხაზი, ეს ნამდვილად არის კასპიის რეგიონის რესურსების დასავლეთით მიმართულების ტრანსპორტირება, რაც ავტომატურად გადმოითარგმნება იმაში, როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანის რესურსების დასავლეთით მიმართულების ტრანსპორტირების შემთხვევაში, წვდომას დამატებით რესურსებზე, ჩვენ ხვდებით იმ დიდი, ასე ვთქვათ, რგოლის ნაწილი, რომელზეც გაცილებით მნიშვნელოვანი აქცენტებს აკეთებს ამ შემთხვევაში დასავლეთი და ბუნებრივ არის აქ როგორც ცალკე მოთამაშე ჩვენ არ ვართ, არამედ ვართ იმ გუნდის წევრი, რომელიც ერთიან ამოცანას ემსახურება. თუმცა არ უერთდებით რაღაც ხელშეკრულებებს ჯერჯერობით. ხელშეკრულებები საერთოდ არ არის დღის წესრიგში, მე მინდა გითხრათ, არის გაფორმებული გარკვეული მემორანდუმები 98-99 წელს ორმხრივ ფორმატში, რომელიც აბსოლუტურად არ ასახავს რაღაც კონკრეტულ ამოცანებს და მოგეხსენებათ, რამდენად ქმედითი იქნება 20 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც შემდეგაც არაფერი ნაბიჯი არ გადადგმულა. სწორედ ეხლა ეს შეხვედრაც მეორე შეხვედრა, რომელშიც საქართველოს მხარე მონაწილეობდა ევროკავშირთან ერთად, სწორედ სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ფორმატის განხილვას გავდიოდით, სადაც უკვე გამოიკვეთა ის კონტურები, თუ რა ტიპის ხელშეკრულებები ორმხრივი თუ მრავალმხრივი უნდა გაფორმდეს იმისთვის, რომ სტრუქტურა ამ ახალი საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების ინიცირებისა ამისთვის მომზადდეს საბაზისო, ასე ვთქვათ, პლატფორმა და გაგრძელდეს სამუშაოები. ეს არ იქნება 1 და 2 წლის სამუშაო ნამდვილად, ეს არის საკმაოდ გრძელი პროცესი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყნის ერთობლივი ინტერესით, რომელიც ცალსახა არის და დემონსტრირებადი არის ყველა დონეზე, ვფიქრობ, რომ ამას წარმატებული დასასრული ექნება. მე არ მიგულისხმია ქალბატონო მარია 98 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, მე მიგულისხმე მემორანდუმი სამ ქვეყანას შორის. კეთილი, ეს მთელი საუბრის თემაა, ჩვენ გვექნება მომავალ საშუალება ამ თემაზეც ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ. ეს იყო ქალბატონი მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ძალიან საინტერესო ანალიზით, განსხვავებული პოზიციით. ჩვენ შესაძლოა გვაქვს განსხვავებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ენერგოდამოუკიდებლობა არის ქვაკუთხედი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა, ჩვენი თავისუფლებისა, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ყველა, მათ შორის ენერგეტიკის სამინისტროც დიდ ძალისხმევას უნდა მიმართავდეს იმისთვის, რომ დივერსიფიცირებული იყოს, ოღონდ დივერსიფიკაცია რუსეთის ხარჯზე არ მოხდეს, რუსეთი არ შემოვიდეს, ნაკლები რუსეთი შემოვიდეს. ჩვენ ბაზარზე ეს იყო გადაცემა ვექტორი, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. და აქ მნიშვნელოვანია გამჭირვალე და მაღალი ნდობის ხარისხის ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, რათა ყველას კონდეს განმარტება მიცემული იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება. დროებით.